მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს მსოფლიო პოლიტიკის წესრიგის შეცვლაზე. იცით, რომ ფაქტობრივად ტრამპის ქმედებების შედეგად ის წესრიგი, რომელიც მსოფლიოში არსებობდა, შეიძლება უკვე დასრულებულიც კი არის. ამ თემაზე ვისაუბრებთ, უახლოეს ცნობებს გაგაცნობთ და შევეცდებით, რომ გავაანალიზოთ, როგორ იქნება მსოფლიო, რა ხდება დღეს. დავიწყებთ გრენლანდიის საკითხით, როგორც იცით, დავოსში საუბარია, რომ გრენლანდიის თემაზე შეთანხმება შედგა. რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. გიორგი ანთაძე იქნება ჩვენი სტუმარი, ანალიტიკური ცენტრის GeoCase-ის საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულების კვლევარი. ინიციატივა ჯერ საქართველოს ნახუზებელი. მოგესალმებით. გამარჯობა, მივესალმები აყურებელს და მსმენელს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და პრინციპში თავარი კითხვა დავსვი კიდეც. რა დღეს რა ეტაპზე ვართ სოფლიო ის წესრიგი, რომელიც სოფლიოში არსებობდა, აღარ არსებობს, თუ შეიძლება გაგრძელოთ? ხო, ეხლა რა გააჩნია კიდე ამ კითხვას, როგორ მიუდგებით იმას გულისხმობ, რომ აკადემიური თვალსაზრისით, ოდესაც ეხლა ჩვენ საუბრობთ, რომ წესრიგი იცვლება. რეალურად ეს წესრიგი დგას გარკვეულ სვეტებზე, მათ შორის უმნიშვნელოვანესი არის ნორმატიული საერთაშორისო ბაზა ურთიერთობების, გაეროსთან დაწყებული სხვადასხვა შეთანხმებები, სხვადასხვა სფეროებში, რომელიც განსაზღვრავს ამ საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათს. ფორმალურად ეს ყველაფერი ფურცელზე, ესე რომ ვთქვათ, არის ძალაში. თუმცა საგარეო პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით დიდ მოთამაშეებს შორის ცალსახად არის ანუ ეს ხელწერა შეცვლილი და ამაზე დაოშიც უმაღლესი თანამდებობის პირებისგან ძალიან რამდენიმე კარგი გამოსვლა მოვისმინეთ, შეიძლება ესე ვთქვათ, კანადის პრემიერის, ფინეთის პრეზიდენტის ასევე ძალიან კარგი იყო, რომელიც იმ ძირითად მახასიათებლებზე საუბრობენ, რაც აი ამ ტრანსფორმაციულ ამ ცვლილებების პერიოდს ახასიათებს. ჯერჯერობით რაღაც ახალი დადგა უნდა ვთქვათ, რომ აი ეს საერთაშორისო ნორმატიული წესრიგის თვალსაზრისითაც რაღაც ცვლილებები უნდა იყოს და ალბათ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ტრამპის მიერ შექმნილი ეს საბჭო ყოველ შემთხვევაში, რომელსაც ცდილობს ვთქვათ შექმნას და განავითაროს. თავიდან საუბარია რომ ღაზას საბჭო იქნებოდა. თავისი მისით რეალურად ეს პირდაპირ დღეს ვთარგმნეს სხვათა შორის ქართულად. მარტო ღაზა არ არის აქ. ხო, ძირითადი შინაარსი ამ დოკუმენტის, რომელიც განსაზღვრავს მის ფუნქციას და დანიშნულებას. აი, მისიაში პირდაპირ წერია, რომ ეს არის საერთაშორისო მშვიდობის წესრიგის და ასე ვთქვათ, ამ თანაცხოვრების მისაღები, ასე ვთქვათ, ფორმების უზრუნველყოფა. ფაქტობრივად გაეროს მისია არის მეტწილად გაჟღერებული. რა უხსოვთ ჩვენს რადიო მსმენელებს და მაყურებლებს? საუბარი არის, რომ შეიქმნება, ასე ვთქვათ, ამერიკის თავოსნობით და დონალდ ტრამპის პერსონალური თავოსნობით ეს ხაზგასასმელი არის, ასე ვთქვათ, გაერთიანება სახელმწიფოების რომელსაც მართავს ეგრეთ წოდებული საბჭო. მოწვეული არიან რამდენიმე ქვეყანაა მოწვეული მასში იმისათვის, რომ პირველი წლის განმავლობაში ესეთი რაღაცა მარკეტინგული სეილი, ასე რომ თქვა, თუ პირველი წლის განმავლობაში გაწევრიანდები მილიარდის გადახდა. მილიარდს გადახდა მოგიწევს, ოღონდ უადოთ იქნები, თუ ერთი წლის მერე თუ გაწევრიანდები, შენი წევრობა იქნება 3 წლიანი. აი ესეთი ჩანაწერი. ეს მერე მოგიწევს მილიარდს. ხო, 3 წელიწადში ერთხელ მერე განახლება მოგიწევს, ასნუ სტატუსის შენარჩუნება, იმის დამიხევით ალბათ როგორ მოიქცევ. და იქ ნუ ჩანაწერი არის, რომ გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს უშუალოდ ამერიკას, ამ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ნებისმიერ მთავარ საკითხთან მიმართებაში. უმრავლესობით არ იქნება? არა, ანუ ხმათა უმრავლესობით იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები, მაგრამ საბოლოო, ასე ვთქვათ, ვერდიქტი მაინც ტრამპისგან უნდა მოდიოდეს, მას მართავს ეგრეთ წოდებული ბორდი, რომელშიც არიან შესულები რუბიო, მაგალითად არის ასევე ვიტკოფი, არის ტონი ბლერი, ყოფილი ბრიტანეთის ასე ვთქვათ პრემიერ-მინისტრი და კიდე სხვები. რო არ შემეშალოს ეხა ყველაზე პირად აღარ მახსოვს და ნუ აი ეს იქნება ის ძირითადი მათი წარმოდგენით გაერთიანება, რომლებიც იზრუნებს საჭიროებო საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტაზე. და მათ შორის ამის ფორმატში დღეს საუბარი იყო, პირველი პროექტი იქნება აი ღაზას პოსტკონფლიქტური მოწყობის საკითხები, როგორ უნდა განვითარდეს და ჯერ დღეს კუშნერმა ამასთან გარკვეული პრეზენტაცია ჩაატარა, აჩვენა რომ როგორ უნდა აშენდეს. ხო, როგორ უნდა აშენდეს და ეხლა ეს გარკვეულწილად არის მცდელობა, რომ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ის საერთაშორისო წესრიგს რო ჩვენ ვამბობთ რომ უნდა ჩანაცვლდეს, ის რაღაც უნდა ჩანაცვლდეს, ხო?
ორგანოებით მათ შორის საერთაშორისო და ანუ რაღაცა ესეთი ტრამპისეული ხედვა არის ეს როგორ უნდა გაკეთდეს. რამდენად სიცოცხლის უნარიანი იქნება ეს ძალიან ხო, აი ამაზე ვილაპარაკავთ, მოდი ინფორმაციას ავიკითხო ბოლოს ამ თემას რაც გაფრთხილდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა მშვიდობის საბჭოს წესდებას ხელი მოაწერა, Sky News-ი აღწერა, დონალდ ტრამპმა მშვიდობის საბჭოს წესდებას ხელი თან დაფუძნებელი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად მოაწერა. საბჭოს პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გახდესო, განაცხადა ტრამპმა, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნა, რომ მისთვის მშვიდობის საბჭოს თავმჯდომარედ დიდი პატივია, ვითომ ვიდრე აირჩია. თვითონ სახელა საკუთარდა და დიდი პატივია. მისი თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება. წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ, აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიანო. და ტრამპა, დავოსში ვინც მოიხელთა, ხო, მაგრამ საინტერესო ესე ვინ იყო, ხა მე არ დაუკვირები ვარ დავოსში. პრეზენტაციაში იჯდა აქეთ-იქიდან ეჯდა პაშინიანი და ალიევი. და დანარჩენი ლიდერები იყო. ეს ჩვენი რეგიონი ამ თვალსაზრისით ყველაზე საპატიო ადგილას იყო წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ ჩვენ არსად არა ვართ. ჩვენ არა. არც დავოსში ვართ. არც ამ საბჭოში არ მიუწევიათ არავის. კი ბატონო, ასე არის. რა ხდება რატო ჩემი ну, რა ვიცი, ხა რეალურად ადგილისადაა. მოდი იქიდან დავიწყოთ რომ ამის დრამატიზირება რო გინდა თუ არა, ხა საკრიტიკებელი ხელისუფლებას არაკლია ჩვენი მხრიდან და ისედაც ზოგადად ძალიან კარგად ვიცით რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ გინდა თუ არა რომ იმის აღნიშნო რახანაკ საქართველოს არ არის, ამით ჩვენ საერთაშორისო რაღაცა ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს ჯერჯერობით ანუ ჩვენ ადგილს არსად არ იმაზე არის, არც დავუშვი. ხო, ეს ასე არ არის, თუმცა ბუნებრივია, რომ ის რო არავინ არ გველაპარაკება ფაქტობრივად არც ერთ ფონზე, ეს არის ფაქტი. ეხლა წარმოვიდგინე პუტინს იწვევს, ლუკაშენკოს იწვევს, ალიევს იწვევს, ფაშინიანს იწვევს, ჩვენ სამეზობლოს იწვევს, ერდოღანიც ხო არ მიწევს. კი, ანუ ეხლა ისიც საკითხავია, იქ სადაც პუტინი არის და იქნება თუ დათანხმდება, მაგრამ აქ როგორ სიტუაცია იცი რომ მოუიწვიონ და ჩვენ შეიძლება ვარ ვთქვა, მაგრამ მესმის. არა, რო არ მიწვევენ ეგ წყის, ხო? ბევრჯერ ადამიანურ ურთიერთობაშიც არის ეგ, რომ შეიძლება გეწყიდოს რო არ მოგი, შენ არც გინდოდეს მისვლა იქ, მაგრამ რო არ მოგიწვია იმან გეწყიდოს. ფაქტი არის რომ ომხრივი ურთიერთობები ჩვენ ფაქტობრივად ევროპის სამი სახელმწიფოს გარდა, ხო? ყველასთან გაყინული გვაქვს, რბილად რო თქვა, თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმარო და არანაირი რაღაცა მოლოდინი არ არის ჯერჯერობით უახლოეს პერიოდში, რომ ეს ურთიერთობები გადაიხედება. გარკვეულ იზოლაციაში არის ქართული ოცნება, ეს ცალსახად შეიძლება ამის თქმა. დღესაც მოვისმინეთ განცხადება ნახევარი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, რომ ანუ სად არის ველოდები თუ ამერიკისგან ჩამიჩუმი არის მისო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, ხო, თავისთავად, რომ ჩვენ სტრატეგიული, ესე იგი, ყოფილი სტრატეგიული პარტნიორობა არის გაყინული, გაუქმებული, შეიძლება ვთქვას ამ ეტაპზე. როგორი იქნება საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რთული სათქმელი არის. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად რეგიონთან მიმართებაში მათ შორის სომხეთში არჩევნების მერე შეიძლება უფრო ფორმირდეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება, თუმცა აი დოკუმენტებსაც თუ გავაანალიზეთ, მათ შორის საგარეო უსაფრთხოების კონცეფცია, სტრატეგიას და სხვა განცხადებებს, მოსალოდნელია, რომ რეგიონალ კონტექსტში იქნება საქართველოს განხილული სამწუხაროდ საბედნიეროდ, არ ვიცი, ალბათ უფრო სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც მოწინავე რიგებში ვიყავით აღმოსავლეთ ევროპაზე, როცა მიდიოდა საუბარი, ხო? განვიხილავდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად და არა კავკასიის ქვეყნებთან ერთად. ხო, აი ეს რეგიონალიზაცია ფაქტია. უკრაინა და ამ ქვეყნებთან ერთად. მეორე მომენტია კიდე მე რა რომ, როდესაც ამ ცვლილებებზე საუბრობთ საერთაშორისო ურთიერთობებში, ხო? ხედავთ, რომ წინა პლანზე გამოდის უფრო პატარა ფორმატები, მრავალმხრივი, ორმხრივი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოების მოკავშირეობა, პარტნიორობა და გარკვეულწილად ამერიკის შეერთებული შტატები თავისი ბანაკის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებასაც ეცდება იმ მექანიზმით, რაც დღეს დონალდ ტრამპმა მისი პრეზენტაციაც მოახდინა. იქ რომ არ ვართ თუ ამ კუთხით შევხედავთ, გამოდის რომ ჩვენ იმ ღერძზე არ ვართ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ მისი პარტნიორი სახელმწიფოები იყვნენ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. და ეგეც საკითხავია. ხო, ხა ჩინეთანაც არ გამოვიდა ურთიერთობა. დღევანდელი ჩვენ ხა ამ მომენტისთვის მაინც ჩინეთანაც არ გამოვიდა, რუსეთთან საერთოდ ისეც არა გვაქვს, რა ქვია, დიპლომატიური. ჩვენი საშინაო პოლიტიკის ხელწერა ჩვენი ხელისუფლების სასახად იმ ღერძის არის, რომელიც არის დღეს, ასე ვთქვათ, ანტიდემოკრატიული ბანაკია, მოდი ესე დავარქვათ, იმიტომ რომ სხვანაირად, ხო, ვერანაირად ვერ აღწერთ იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება. რეალურად ავტოკრატიას თუ ამყარებ და მის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასე ვთქვათ, სულ უფრო არ წყვიტავ და არ მიდიხარ კომპრომისზე და გვაქვს ის სიტუაცია, რაც გვაქვს, შენ ტიპოლოგიურად როგორც სახელმწიფო ამოვარდნილი ხარ
დემოკრატიული სამყაროს ბანაკიდან, მთელი შენი შინაარსი პოლიტიკური დღესწესრი კი ერგება იქით მეორე მხარეს, ამ ღერდს, რომელიც უტევს ამ დემოკრატიულ სამყაროს, იქ არის ეს პოლიტიკა, რომ ადამიანის უფლებები, დემოკრატიის, სამოქალაქო თავისუფლების საკითხები, სიტყვის თავისუფლება, მედიის მდგომარეობა, იქ არის ასე ვთქვათ, შიდა დისკრეცია დატოვებული სახელმწიფოების, ხო? ეს ჩინეთის ის არის მაგალითად საგარეო პოლიტიკური განაცხადი, რომ ზოგადად, მათ შორის ოფიციალური რიტორიკის დონეზე პრინციპი აქვს ესეთი, რომ ჩვენ შიდა საქმეებში არ ვერევით იქ რაც არ უნდა ხდებოდეს. ეს უტრირებულად რო თქვა. კი, ვაღიარებთ საერთაშორისო წესრიგს, საერთაშორისო სამართალს, ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნების ურღვეობას, მაგრამ ხაზგასმის ამბობენ, რომ ყველა სახელმწიფომ თვითონ უნდა გასაზღვროს ქვეყნის შიგნით როგორია ფუნდამენტური უფლებები ადამიანების. ეს არის რადიკალურად განსხვავებული, თქვა დემოკრატიულ და დასავლურ სამყაროში არსებული სტანდარტისა. იმიტომ შენ თუ აქეთკენ მიდიხარ, შენ მაშინ შინაარსობრივად, ტიპოლოგიურად ერგები მეორე ბანაკს. ხო, მაგრამ მაგას ვამბობ, რომ ჩინეთთან ეს ურთიერთობა რო დაიწყეს, მე თვითონ ვეღარ გაგრძელდა, ვერც ანაგლის სპორტის თემაში, ვერც ბანკების შემოჩინური ბანკების შემოყვანის. კი ბატონო, ანუ საერთოდ ჩაიხსნა ეს თემა, ხო, ჩინეთის თემაც. ეხლა აგერ რუსეთსაც რაღაც საყვედურებს უთვლიან ნელ-ნელა. და რუსების გვითვლიან იქ. ხო, რუსების აქეთ გვითვლიან. ამიტომ ვამბობ, ხო, სად ვართ, ჯერ სრულად გაურკვეველია, მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ ამ სოფლიო წესრიგს. აი ეს ხართ ქვეყნები, ვინც დათანხმდნენ ტრამპთან რის გამო თანხმდებიან ამას. ხო, ამ საბჭოში ყოფნას. თან მილიარდი უნდა გადაიხადონ, ეხლა ვერც ეხლა ფაშინიანი გადამხდელი თუ არა სადმინდის ფული არ ვიცი. მილიარდის გადამხდელი არის თუ არა სომხეთი არ ვიცი, ხა ნუ კაი აზერბაიჯანში რა გადაიხადო. ალბათ რამდენიმე ტრანში შეგიძლია გააკეთო ეჭვმა ერთიანად. იმან პუტინმა თქვა რომ აი გაყიდული ფული რო გაქვთო, ჩემიო, იქიდან წაიღეთო, კიო და თანახმავა რომ პუტინის თანახმაა. მისი აზიანი პუტინის თანახმაა და რატო ერთ-ერთი საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა უარი და ტრამპმა ამის იყო ანათემას გადასცა. აი ძალიან ბევრი ფაქტორი მუშაობს შემისარეთ. ეხლა საფრანგეთის მისი ისტორიული სტრატეგიული ტრადიცია, კულტურა აქ ისეთი, რომ არაერთ საკითხა მიმართებაში მას ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებისგან განსხვავებული პოზიციები და მათ შორის ცივი ომის დროსაც გვახსოვს ეს ისტორია. საფრანგეთი ძალიან ხშირ შემთხვევაში ცდილობს გარკვეულწილად განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ასე ვთქვათ ვექტორები ქონდეს, მათ შორის ევროპისთვის მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაში. ხშირად მისი ხედვები ბერლინისგანაც განსხვავდება ხოლმე, ეს ერთი. მეორე, რატომ თანხმდებიან? თანხმდებიან, იმიტომ რომ დღეს თუ ვინმე ავანგარდში ჩადგა საერთაშორისო ურთიერთობების ცვლილების საქმეში, ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან გააქტიურებული და ყველა ხედავს ეს უფრო ოპორტუნისტულ, მე ვხედავ ამას როგორც უფრო ოპორტუნისტულ ურთიერთობას და კავშირს, რომელიც აი ამ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში ამერიკასთან საქმის წარმოება თუ გინდა პოზიცია როგორია? კანადის ვიცით ამ ეტაპზე? მე როგორც ვიცი, ეგეც ეს არის. მე არ შემხვედრია გადაჭრითი პასუხები. არ მინდა შევცდე, მაგრამ არსად არ შემხვედრია. რომ ეს რაღაცა დაბეჯითებითი ის ყოს რა ქვია, პასუხი ამ საკითხთან მიმართებაში. ეს სახელმწიფოები ყველა ფაქტობრივად ვინც დათანხმდა, ისედაც ჭიდროთ ურთიერთობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მიყვებიან ტრამპს, რომელიც აი ეს თქვათ პიროვნულ ფაქტორსაც ძალიან დიდ როლს ანიჭებს მის ასე ვთქვათ წინადადებებს, ვინ თანხმდება და ვინ არა, ხო? ამიტომ ეს სახელმწიფოები მე ვთვლი, რომ აი ესე წმინდა ოპორტუნისტულად ამას მიუერთდებიან, იმიტომ რომ კაცმარიც ეხლა 3 წლის მერე რომ ამერიკის პრეზიდენტი შეიცვალოს, ხო? ისი დიდი ალბათობა არის. საინტერესო კითხვა რომ თავმჯდომარე არის ტრამპი, მე რა ხო, მე საპატიო თავმჯდომარე დარჩება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რეალურად ხო კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხო, რა იქნება 3 წლის მერე თუნდაც ეს ორგანიზაცია ამ 3 წელიწადში რას მოასწრებს, რას გააკეთებს, იქნება თუ არა რეალურად ქმედუნარიან. ეს ყველაფერი უნდა ვნახოთ და ეს მომავლის საკითხებია. ხო, ნუ კი ბატონო, და რა შეეხება ხა გრენლანდიას. გრენლანდიის თემა რამდენად მოგვარდა, ხო, აქსიოსის წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ნატოს გენერალური მდივნის მარკ რუტეს მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით განხილული მომავალი შეთანხმების ჩარჩო კუნძულზე დანიის სამეფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს ითვალისწინებს. წყაროებს გამოცემას გამოცხადეს, რომ შეთანხმებაში გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხი დაფიქსირებული არ არის. გამოცემა წერს, რომ გეგმა აშშ-სა და დანიას შორის 1951 წლის გრენლანდიის თავდაცვის შესახებ შეთანხმების განახლებას, გრენლანდიაში უსაფრთხოების გაძლიერებას, არქტიკაში ნატოს აქტივობების გაზრდას და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. ასევე წინადადება გრენლანდიაში აშშ-ს მიერ ოქროს გუმბათის განთავსების გეგმას მოიცავს. ნუ ამაზე პრინციპში თავიდანვე თანახმა იყო ევროპა და ანუ რა შეიცვალა ახლა. ხო, მაგრამ სხვადასხვა წვარების მიხედვით საერთოდ საუბრობენ დაუდასტურებელი ხაზგასმით უნდა ითქვას ჯერ მაინც რომ რეალურად შეთანხმება არ არის და უბრალოდ ტრამპ მას თქვა სახის შენარჩუნების თვალსაზრისით
გააჟღერა ეს გზავნილები იმის გამო რომ ევროპამ საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა წამყვანმა სახელმწიფოებმა ფაქტობრივად დათმობებზე არ წავიდნენ და სავაჭრო თვალსაზრისით ნახეთ ის ნაბიჯები რომელმაც ევროკავშირმა გადადგა ანუ საკმაოდ ისეთი მკაცრი პოზიციის განცხადება ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტი ჯორჯა მელონის მათ შორის ხისტი ანუ მას გარკვეულწილად ასე იგი კანადის პრემიერ-მინისტრი დათმობაზე წავიდა მათ შორის ისიც აღსანიშნავია რომ სხვა შორის ბევრი კომენტატორი ვისაც შეხება ქონია ტრამპთან მათ შორის მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ადმინისტრაციის ყოფილი წევრები ამბობენ რომ ტრამპთან ასე ვთქვათ წარმატებული მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია რომ შენი მკაცრად დაიცო შენი პოზიცია ნახოს რომ მან შეიძლება რეალურად რაღაცა ვერ მიიღოს დაკარგოს და მაშინ მოდის ასე ვთქვათ კომპრომისულ ნაბიჯებს გავს ბოლტონმაც ხაზი გაუსვა ცოტა ხნის წინ მისმა ყოფილმა უსაფრთხოების მრჩეველმა შეიძლება ეს ესეთი მოლაპარაკებების ასე ვთქვათ ამ სპეციფიკამაც იმუშავა იმიტომ რომ უთანხმოება გრენლანდიის საკითხზე პოტენციურად ისეთი შედეგების მომტანი შეიძლება ყოფილიყო ამ ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის, ხო? რომ ძალიან შორს მიმავალი მავნეზე გავლენა მოახდინა ამერიკის ნუ ეხლა ბევრმა ხაზი გადაუსვა და ბუნებრივია. ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს აი ამ თვალსაზრისით და მე საბოლოო ნიშნით თუ კონფლიქტი ასე ვთქვათ გაღრმავდებოდა და იმ შემთხვევაში ხო საერთოდ თუ რაღაცა სამხედრო ძალის გამოყენებაზე წავიდოდა საუბარი, ნუ ფაქტობრივად ეს დაასრულებდა საბოლოოდ აი ამ ურთიერთობებს ნატოსაც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ნატო არის ვაშინგტონის შეთანხმებაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, ამერიკის მონაწილეობის გარეშე მისი სამხედრო შესაძლებლობები მინიმალური არის, ეს ყველას ესმის, ამიტომ რომ ესე რომ განვითარებული იყო მოვლენები, ბუნებრივია, იქ მართლა შეიძლებოდა მე საუბარი რომ საბოლოოდ ეჭვის ქვეშ დაგეყენებინა ნატოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ევროპელებმა ცალკე რაღაც ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ კანადასთან ერთად და უკრაინასთან ერთად. გრენლანდიაზე მე ბევრჯერ ვისაუბრეთ, ჯერ კიდე ინაუგურაციამდეც მქონდა ამაზე ვრცელი ცლა დაწერილი, რატო ეს არ იყო ჰაერიდან მოტანილი საკითხი. მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობას ატარებს. რატო ახსნათ ეს ყველაფერი? კი ბატონო, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გეოგრაფიულად გვახსოვს ყველა სადაც გრენლანდი ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფაქტობრივად კეტავს გასასვლელებს ჩრდილო-ყინულოვან წყლებში, რომელიც გლობალური დათბობის გამო ძალიან სწრაფი ტემპებით დნება. თქვენ რო ნახოთ რუკები 30-20 წლის წინანდელი სად იყო ყინული საფარი და დღეს სად არის? ეს არის რამდენიმე 1000 კილომეტრზე უკან დახეული, ზოგ ადგილზე რამდენიმე ასეული, ზოგან რამდენიმე 1000 კილომეტრით ეს შელფი. რაც მათ გასწორ გახსნა საზღვაო ნაოსნობა, რომელიც ჩრდილოეთით არის ყველაზე მოკლე, იგივე ჩინური ჩრდილო ევროპული ტვირთების და აი ამ მარშრუტებისთვის. ეს ერთი საკითხი. მე ანუ ხა ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეში თუ უმოკლესი გზა მარშრუტი ყველაზე მოკლე არის, ხო? კი, უმოკლესი გზა არის. ეს ერთი საკითხი. მე მეორე რაც ბევრმა არ იცოდა მათ შორის ჩვენთანაც, განსაკუთრებით რაღაცა დაახლოებით 2016-19 წლებში ჩინეთი ძალიან აქტიურად ცდილობდა გრენლანდიაში შესვლას, როგორც წიაღისეულის მეთოდის თვალსაზრისით. ასევე ფაქტობრივად მზად იყო ხელშეკრულება აეროპორტების შენებლობაზე და საზღვაო პორტის განვითარებაზე. ეს წარმოიდგინა რომ ჩინური ინფრასტრუქტურა შემოდიოდა და სადაც ჩინური ინფრასტრუქტურა შემოდის, იქ მინიმუმ სამხედრო სადაზვერო ასე ვთქვათ აქტივობაც მოყვება ჩინური პირდაპირ უკანა ეზოში ამერიკის შეერთებული შტატების და აი ბოლო მომენტში ჩაშალა დანიასთან მათ შორის სხვათა შორის პარტნიორული ურთიერთობები წინა ადმინისტრაციამ აი ეს ხელშეკრულება და ეს ურთიერთობები. აქედან გამო მათ შორის ჯერ კიდევ ტრამპის პერიოდიდან დაიწყო ეს ამბავი პირველი პრეზიდენტობის დროს. შესაბამისად ჩინური საფრთხე, ეს ერთი მეორე საკითხი რაც ვთქვი, ანუ ეკონომიკური ნაოსნობა. მერე კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე მიდის საუბარი ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეებთან მიმართებაში, და ეხაც წაიკითხე, ხო, ამ გუმბათის გამთასების საკითხზე. გეოგრაფიული მდებარეობის გამო გრენლანდიის მისი ამერიკის პოტენციური მოწინააღმდეგებისგან გამოსროლილი, თქვა, თუნდაც ბირთვული ასე ვთქვათ, რაკეტების უმრავლესობა ტრაექტორია გადადის გრენლანდიაზე. დედამიწის ფორმის გამო, სფეროსებრი ფორმის გამო. შორის ახლა რთულია ხა. ანუ რო წარმოვიდგინოთ, ახლა ჩვენ ძირითადად რუკას უყურებთ ხოლმე ესე სიფრთხეში, ხო? ანუ რო შევხედოთ, სფეროში დაახლოებით წვერთან არის, მაგრამ პირდაპირ როცა მიფრინა, თვითონ სხვათა შორის ეგრევე. ანუ რაკეტა რეალურად დამიზნებთ, ესე კი არ მოდის რომ ევროპის კონტინენტს გადაუფრენს და თქვა ნიუ-იორკისკენაა დამიზნებული, არა, ჩრდილოეთიდან გრენლანდიაზე გადმოფრენით. ანუ დაახლოებით 10-დან 8 ტრაექტორია გადადის იმაზე გრენლანდიაზე. ამას ვამბობ, ანუ თვითმფრინავებიც კი ეგრე დაფრინავენ ამერიკაში. ხო, თავიდან რომ ნახეთ გამიკვირდა, რომ ახლა თვითმფრინავება მაგალითად ევროპიდან, ან თუნდაც სტამბულიდან. ამოკლებს ეს უბრალოდ მარშრუტს. მიფრინავს, ესე პირდაპირ კი არ მიფრინავს, თქვა ატლანტიკის ოკეანეში, არამედ ადის ზემოთ ბრიტანეთს გაივლის, ადის გრენლანდიაში და გრენლანდიიდან ჩამოდის მერე ქვემოთ ნიუ-იორკში. ასე მიფრინავს მაგალითად სტამბულიდან თვითმფრინავი და
რო ვიკითხე მაშინ მეც გამიკვირდა რატო იმიტომ პირდაპირ რო გაფრინდეს უფრო შორია იმიტომ დედამიწა გვალია სფეროსებურია და უფრო შორი გზა გამოჩნდა აი ეს ზევით ასვლა და ჩამოსვლა უფრო სივიომის დროს მანდ იყო უზარმაზარი ინფრასტრუქტურა დღეს არის დარჩენილი ერთი კოსმოსური სარდლობის ქვეშ დაქვემდებარებული აი ეს სარაკეტო სათვალთვალო სადაზვერო ამოცანების მქონე ამერიკული ბაზა ამერიკელები გადაწყვეტეს რომ მათი სამხედრო ყოფნა უნდა დაუბრუნდეს დაახლოებით სიომის პერიოდს იქ მნიშვნელოვნად უნდა იყვნენ წარმოდგენილები და თუ უნდა ამერიკას ხელახლა თვისობრივად ახალ საფეხურზე ამ საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა გრენლანდიიდან თავდაცვა უნდა იქნას უზრუნველყოფილი და ამიტომაც არის საუბარი ამას ეუბნებოდა თავიდან დანია რომ არა გვაქვს პრობლემა რაც გიდა ვაშენტონი კი ბატონო მოქმედი ხელშეკრულება რომელიც 51 ფინანსთა მინისტრმა ამერიკის აღარ მახსოვს ახლა ზუსტად ვინ თქვა რომ ეგ შემოთავაზება რომ აქ კი ბატონო მოდი და რაც გიდა ააშენო რამდენიმე ასეული მილიონი უნდა ჩავდოთო და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე რატომ უნდა ჩავდოთო ეგ არ გვაწყობსო ამიტომ გვინდა რომ ჩვენი მე იმედი მაქვს რომ მაინც ეს საბოლოო ჯამში მოლაპარაკები დასრულდება ზუსტად იმ პოტენციური მავნე შედეგების გამო რომელიც სხვა გზით ამის მოგვარებამ შეიძლება გამოიწვიოს და კიდე არის იქ ხა წიაღისეული საკითხიც არის რამდენიმე კრიტიკული მნიშვნელობის თქვათ რესურსები რომელიც გრენლანდიაში ძალიან ბევრი ამას წინ სხვა შორის კითხულობდი თვითონ იმას დანიის სამეფოს გეოლოგიურ დასკვნას ისე გამიტაცა ამ გრენლანდიის საკითხმა სერიოზული ანგარიშებია დეტალურად არის შესწავლილი და მთელი რიგი მიმართულებით აი კრიტიკული ლითონების რომლის წარმოების უდიდესი ნაწილი დღეს ჩინეთის ხელში არის ნედლეული სოფლიო წარმოების იქაა ძალიან მნიშვნელოვანი საბადოები კი არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე ფაქტობრივად ინფრასტრუქტურა არავის მოპოვება არ იქნება მარტივი მაგრამ არის ძალიან მდიდარი მათ შორის ენერგეტიკული თვალსაჩინოთაც არის ურანის ერთ-ერთი უდიდესი საბადო სოფლიო მასშტაბის გრენლანდიაში არის ტიტანის ერთ-ერთი უდიდესი საბადო რაც ასევე მნიშვნელოვანი არის ანუ აი ამ ნახევარ გამტარების წარმოებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტები ძალიან სუხეთ არის გრენლანდიაში წარმოდგენილი და ისევ ამ გლობალური დათბობის გამო ეს ყინული რო იხევს გრენლანდიაშიც მათ შორის თვითონ ამ თქვა მატერიკზე ხო უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ამ რესურსების მოპოვებას და იქ ხა არის ევროპული ეკოლოგიური სტანდარტებიან დანიის შემადგენლობაში არის და თვითონ გრენლანდიის მოსახლეობაც ეკოლოგიური ასე ვთქვათ მიზეზების გამო ეწინააღმდეგება ამ საბადოების მასობრივ ვთქვათ დამუშავებას იმიტომ რომ ძირითადი დარგი არის თევზჭერა რა იქ და ნუ მათი აზრით თქვა აი ამ ეკოლოგიურ ხო ეკოლოგიურ გავლენას მოახდენს ამერიკას ალბათ ამ თვალსაზრისით გაუჭირდება იქ ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება სანამ იქ ევროპული რეგულაციები არის ამიტომ მოლაპარაკებები საგანი როგორც ამბობენ მათ შორის ესეც იყოს რომ თუ ამერიკული კაპიტალი შევა იქ ამ ნედლეულის მოსაპოვებლად მაშინ კომპრომისი მოუწევს იმ ადგილობრივ მოსახლეობასაც ხო ხა ამ ხელა საბადოების დამუშავება თან ურანზე გვაქვს საუბარი იქ არის საუბარი რომ ამის მოპოვება ან რადიაციის შემცველი ისინი არის ხო ნივთიერებებზე არის საუბარი და არ იქნება ეხა ეს ეკოლოგიურად ბუნებრივია დიდად გარემოსთვის რა ვთქვათ ხელსაყრელი რა და ეს ბევრი საკითხია რაც დამუშავებას არის სალაპარაკო და დასამუშავებელი და როგორ მოელაპარაკებენ ეს უნდა გამოჩნდეს როთომანძეზე ბუნებრივია ის რიტორიკა და ის ნაბიჯები რაც აქამდე ტრამპს ჰქონდა ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობა და ზოგადად ესეთი დამოკიდებულება შიგნით კოალიციაში თავარ პარტნიორებს შორის რა თქმა უნდა ყველას აძლევს საბაბს ილაპარაკოს იმაზე რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ტრანსატლანტიკური ერთობა ვეღარ არის ისეთი როგორც აქამდე იყო აი ეს არის რა ხო კი ბატონო და ბოლოს მინდა აუცილებლად აი ჩინეთის საკითხზე კითხო შენ ბევრს წერდი ჩინეთის შეკავების რკალის შესახებ ხო ეს რა ახსნათ ხო აი რა ხდება ამ მიმართულებით ხო სხვათა შორის ახლა რამდენიმე დღეს წინ ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა ანალიტიკულმა ცენტრმა ზუსტად ის რუკა გამოაქვეყნა შინაარსობრივად მე დომე სოციალურ ქსელში პოსტი რაზეც ხშირად საუბრობ ხოლმე იქ პირდაპირ საზღვრებია გავლებული და არის ბრიტანეთის ხედვა როგორ უნდა მოხდეს ჩინური გავლენის შეკავება ხა ზოგადად ახლა ძალიან გეოპოლიტიკურ თეორიებში ვარ ჩავიჭრა საზღვო სახელმწიფოებისა და ეს ხმელეთის სახელმწიფოების დაპირისპირება არ არის ახალი მოვლენა დაახლოებით 200 წელია ეს გეოპოლიტიკაში როგორც დარგში ძალიან აქტიური არის ეს იგივე მნიშვნელოვანი თემა არის საზღვო და სახელმწიფოების საზღვაო და სახმელეთო სახელმწიფოების დაპირისპირება როგორც ფიზიკისთვის არის მიზიდულობის კანონი რა ნუ ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური თეორია არის ამ თეორიის მიხედვით ამ ამერიკაში გაბატონებული სტრატეგიული აზროვნება არის სახმელეთო დიდი ძალების შეკავებისთვის აუცილებელია მათ არმიებსა ღია წვდომა წამყვან საზღვაო მარშრუტებზე და პორტებზე რასაც ესე აქტიურად ჩინეთი ცდილობს როგორც უშუალოდ მის ზღვების ირგვლივ იმიტომ რომ ის არის მეორე სოფლიო ომის მერე არის რკალში
ამერიკული ბაზების. ვინც და მისი მოკავშირეების ბაზებს თქვენ რო ეს რუკები ნახოთ, აი ეს არის კონსულებზე ასე ხო? კონსულების გარშემო, მალაკიის გარშემო, ტაივანი, იაპონიის კონსულები, ინდოეთის ოკეანეში ბრიტანეთის კონსულები ყველგან ამერიკული ბაზები არის. და აქ არის 80% ჩინური ვაჭრობის და ამის საპირწონედ ჩინეთი ბოლო 10 წლების განმავლობაში ამ ერთი სარტყლისა და გზის ინიციატივას ანვითარებდა, ანუ ხმელეთით მიყვებოდა პარალელურად, რომ ის ეს ვაჭრობის ის უზრუნველყო ყოფილიყო ხმელეთით და ამ ხმელეთის სადაც საშუალება მიეცა საზღვაო ბაზებს ამატებდა. პაკისტანში, შრი-ლანკაში, აფრიკაში, ჯიბუტში, მათ შორის სამხედრო საზღვაო ბაზაც აქვს, სამხედრო ბაზა. ანუ აი ამ რაღაცნაირად ბლოკადას გარღვევას ჭყალებში ის მუდმივად ცდილობდა და თუ ჩვენ საუბრობთ ამერიკის ეს დოკუმენტიც უსაფრთხოების სტრატეგია ზუსტად ზოგადად ტრამპის გარშემო არსებული გუნდი ვინც არის საგარეო პოლიტიკაზე მათთვის მაინც თავარი მოწინააღმდეგე წარმოჩინებული არის გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი და ისინი ამბობენ რომ ჩინეთის შეკავებისთვის აი ეს უნდა უზრუნველყოფილი იქნას აი ეს რა ქვია ხმელეთზე მისი შეკავება და ეს ბრიტანული ხედვაც რომელიც აი ხა გამოქვეყნდა და იქ დეტალურად არის თითოეული ბაზა არის აღნიშნული ჩინეთის რა სადრა გავლენა აქვს პირდაპირ მაგას ანვითარებს მაგაზრს რომ ბრიტანეთმა თავის მოკავშირეებთან ერთად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე რომ თუ საჭირო არის მიკროალიანსები მათ შორის ავსტრალიასთან იაპონიასთან შეინარჩუნოს ეუკუსი არის იქ საუბარი განავითაროს რომ აუცილებელი არის ავსტრალიის საზღვაო პორტების გამოყენება იმიტომ რომ ავსტრალიას ძალიან ძლიერი ფლოტი აქვს საკუთარ მათ შორის ბირთვული მატამის რა ქვია რეაქტორების წყალქვეშა ნავები და ასე შემდეგ ანუ აი ეს არის ამ რაღაცა დაპირისპირების ამ ხედვის გრენლანდიიდან ავსტრალიამდე. აი ზუსტად რუკა იწყება გრენლანდიიდან, მოდის ირანზე, ჩამოდის ირანზე, მოუყვება ინდოეთის ოკეანეს და მერე შედის აი მალაიზია, ინდონეზია, ტაივანი და იაპონია. აი ესე მთელ რკალში არის. მათი ამოცანა არის რომ ამ რკალს აქეთ რაც არის უნდა იყოს მათი პირველი იქ პირდაპირ არის საუბარი. პირველი ორი ამოცანა რაც შეასრულეს მათ შორის ვენესუელა შესრულებული არის საუბარი არის კუბაზეც და დღეს აგერ შენს წაიკითხე ეს ინფორმაცია მე მგონი რომ ვეძებთა ვაკანსია გამოცხადებულია ამერიკის შესაძლო პოტენციურ პარტნიორზე კუბაში და კუბას ვენესუელის ნავთობის შეწყვეტის პირობებში ძალიან ძიმე სიტუაცია ექნება და ალბათ ამერიკა ამას აუცილებლად ეცდება დიდი ალბათობით იქ ასევე მისთვის სასურველი ტრამპმა ხა ამდენი წელია მარტივი არ იქნება იმიტომ რომ ხა ძალიან დიდი კომუნისტური სოციალისტური ტრადიცია ქონდა აქამდე ხო კუბას მაგრამ ნუ ძიმე მათ აქვთ იმედი რომ მათ შეცვლიან კუბაში სიტუაციას მაგრამ თელ დედა აზრი ამ ყველაფერს არის რომ ეს კალი იქნას მიღწეული და არის კალი გადის ირანზეც მათ შორის და ალბათ ერთ-ერთი საკითხი რაზეც ეხლა მიდის მსჯელობა და ჩვენ ნახეთ ბოლო ერთი კვირა ძალიან აქტიური გადასროლა ხდება სამხედრო ძალების ირანის გარშემო პირდაპირ ერთ-ერთი სიგნალი რაც არის რომ 10 უზარმაზარი საჰაერო ტანკერი ასე ვთქვათ საწვავის გადასროლილია ყველა იმ ბაზაზე რომელიც აქტიურად იყო წინა კონფლიქტის დროს ასე ვთქვათ გამოყენებული თქვა მე უგულისხმობ როცა ისრაელმა და ამერიკის შეერთებული შტატებმა ბირთვულ ობიექტებს დაარტყეს ირანის და ვნახოთ ირანთან რა მიზანს ასე ვთქვათ დაისახავენ და მოხდება თუ არა სამხედრო იმის გააქტიურება იმიტომ რომ ირანის ჩახსნის შემთხვევაში ირანში იქ ხა რამდენიმე სცენარია რა შეიძლება მოხდეს ეს ხება ძალიან დიდი დარტყმა იმ ღერძზე რომელზეც მე ვსაუბრობდი რომ ფაქტი არის რომ რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი ერთად არიან უკრაინის ფრონტში ჩართულები ჩინური მიწოდების და დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდება ირანის დრონების გარეშე დრონების ეს ვიცით ხო ხა აღარ გამოვიდეთ ამ ყველაფერზე ირანში თუ რეჟიმი რამენაერად უფრო ასე ვთქვათ პროდასალური გახდა თუ მოდი ესე ვთქვათ ყველაზე მინიმუმ აითოლას ეს რეჟიმი ჩამოიშალა ეს ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ცვლილება იქნება ნახოთ ამერიკა რაზე გაიწევს თუ გაიწევს საერთოდ იმიტომ რომ ყველაზე ცუდი სცენარი რეგიონისთვის და რთული სცენარი იქნება თუ ამ მოვლენების შედეგად რაღაცა შიდა არეულობა დაიწყება ირანში რაც შეიძლება იყოს მათ შორის მიზანიც გარკვეულ სცენარებში მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების. გასაგებია. მადლობა დიდი საინტერესო საუბრისთვის. გიორგი ამთაძე იყო ჩვენი სტუმარი, ანალიტიკური ცენტრის GeoCases თავდასხმის და უსაფრთხოების მიმართულების კვლევარი. მე დაგემშვიდობებით რამდენიმე წუთით გვექნება რეკლამა. რეკლამის შემდეგ კი დაუბრუნდებით შიდა თემებს და კონკრეტულად რატომ შევიდა სუსი სუპერმარკეტების ქსელში. დღევანდელი ინფორმაცია რომ სუპერმარკეტების ქსელში შევიდა სუსის გამოძიება, საგამოძიებო
მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, სუსის გამომძიებლების სუპერმარკეტების ქსელურ სუპერმარკეტებში შევიდნენ უпростоრად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით სხვადასხვა კომპანიაში გამოძიების ინტერესების საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისის შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებით გამოთხოვა. მათივე ცნობით, სხვა ფინანსური საკითხებით აღნიშნულ შემთხვევაში არ ინტერესდებიან. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისის შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტის ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩენით გამოთხოვა. სხვა ფინანსური საკითხები ჩვენ არ გვაინტერესებს. სოფლისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება. ათობით განჩინება და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადეს ინტერპრეს ნიუსში სუსში. ფინანსთა სამინისტროს გამოეხმაურა ამ თემას და საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად სხვადასხვა კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურით შევიდა. ნუ წარმოგიდგენთ, ეხლა აგროჰაბში, გუდვილში და ასე შემდეგ შესულია სუსი, ფინანსური პოლიცია და ხდება დოკუმენტების ამოღება. გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც არის ძვირი პროდუქცია საქართველოში არის ის, რომ ბევრი სუპერმარკეტი გვაქვსო, ეს ზრდის ხარჯებსო სუპერმარკეტებში და ამიტომ მე პროდუქციაც ძვირდებაო. მოკლედ ნიკოლოზ შურღაია იქნება ჩვენი სტუმარი, ფინანსისტი. მივესალმები მას, მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ. მადლობა გადაცემაში. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რა კომენტარს გააკეთებთ პირველ რიგში ამ საკითხზე, რომ ახლა სუსი არის შესული სუპერმარკეტებში? რა კომენტარი გავაკეთო, რა ვიცი, ძალიან შეწუხებული ვარ ამ ფასების. პირველ რიგში ეს ფასების ზრდა მართლაც შემაწუხებელია ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და როგორც ეკონომისტისთვის. ანუ ეს ბევრი შეცდომის შედეგია. პირველ რიგში ფულის მასის ძალიან დიდი გაზრდის, 2.5-ჯერ არის გაზრდილი M2 პარამეტრი ბოლო 5 წლის მანძილზე, ეს ძალიან დიდი ზრდა არის. ეკონომიკაზე 5-ჯერ უფრო ჩქარა გაიზარდა ფულის მასა. ასევე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა. ბატონო ნიკა, მოდი ამ ფულის მასის თემაზე გავჩერდეთ და აუხსნათ მაყურებლებს, რას ნიშნავს ფულის მასის გაზრდა. ანუ როგორ ხდება ეს? ანუ ეროვნულმა ბანკმა დაბეჭდა ფული, ამაზეა ლაპარაკი. დაბეჭდა ეხა პირდაპირ დაბეჭდა კიდევაც, მაგრამ ამავე დროს ფულის მასა M2 პარამეტრი, რომელზეც მეგეუბნებით, არის ნაღდი ფული პლუს მიმდინარე ანგარიშებზე ნაშთი, პლუს ლარის ნაშთები, აი თქვა თქვენი საბარათი ანგარიშები ადამიანებს, რაც გაქვთ ან სახელფასო ანგარიშები და ასევე ლარის დეპოზიტები ვადიანი და ეს ფული მრავლდება და ამაზე ზეგავლენა ეროვნულ ბანკს აქვს. ანუ რაც უფრო რბილი არის ფულად საკრედიტო პოლიტიკა, მაგალითად დაბალი არის რეფინანსირების განაკვეთი, რაც უფრო მეტ წესს იღებენ, იოლად იღებენ ბანკები ცენტრალური ბანკისგან. ამის შედეგად ფულის მასა უფრო მრავლდება. მაგალითისთვის რომ წარმოიდგინოთ, ერთი ბანკი რომ მისცემს ადამიანს კრედიტს და ის იმ ფულს ანგარიშზე ჩაურიცხავს, ის ფული ისევ ბანკის ანგარიშზე დევს და იგივე ფულის ნაწილი, დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი შეუძლია სხვასაც გაასესხოს. თუნდაც იმ ადამიანმა სხვა ადამიანს გადაურიცხოს ფული, მაინც ის ფული ისევ ბანკში დარჩება. და შესაბამისად ეს ფული მრავლდება იმის მიხედვით, მულტიპლიკატორი ქვია ამ ეფექტს, იმის მიხედვით მრავლდება, როგორ ფულად საკრედიტო პოლიტიკას აწარმოებს ეროვნული ბანკი და თუმცა მომისმენია შეფასებები ეკონომისტებისგან, რომ ბეჭდავს კიდეც პოლიტიკას აწარმოებს დიდი ხანია, იმიტომ რომ ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და ამ რბილმა პოლიტიკამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ფულის მასა ძალიან გაიზარდა და შესაბამისად ახლა ვიმკით ამის შედეგებს ფასებში. ეს არის პირველი მიზეზი. რაც შეეხება ბეჭდვას, ფულის ბეჭდვას, მე მომისმენი ასეთ განცხადებები, რომ ფულს ბეჭდავს კიდეც, ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკი. ამასთან დაკავშირებით რა ხდება? აი ეს კითხარით, რომ ანუ ფულის ბეჭდვა გადატანითი მნიშვნელობით არის. დღევანდელ სამყაროში ნაღდი ფული დიდ როლს არ თამაშობს, ხო, მოსახლეობა ეხლა უმეტესობა ფულს ბარათებით იხდის, ტელეფონებით იხდის და მაგრამ ეს ფულის მასა, როგორც გითხარით, მრავლდება იქიდან გამომდინარე, როგორ პოლიტიკას აწარმოებს ეროვნული ბანკი. თუ საპროცენტო განაკვეთებს აწევს მაღლა, მაშინ ფულის მასა მცირდება. და თუ დაბლა დაწევს, მაშინ იზრდება. მაგალითისთვის, ახლა ჩვენს მეზობელ რუსეთში ძალიან დიდი ინფლაცია იყო და ეროვნულ ბანკმა აწია მაღლა საპროცენტო განაკვეთები, რომ ინფლაცია შეეჩერებინა.
ამის გამო ეკონომიკა შეფერხდა, მაგრამ ინფლაცია ნელ-ნელა მოთოკეს და ნელ-ნელა დაბლა წამოვიდა და რუსეთში ხა სხვა სიტუაცია და შედარებისთვის არ გვინდა აქვთ იმათ სერიოზული პრობლემები და ამიტომ ვახსენე. ჩვენთან ის სიტუაცია, რომ ეროვნულმა ბანკმა ხელი რომ შეუწყო ცდილობს ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის სამშენებლო პროექტებს და ასე შემდეგ, ის ინარჩუნებს დაბალ დონეზე საპროცენტო განაკვეთებს, რომელიც ერთი შეხედვით კარგია, მაგრამ დათური სამსახური გამოდის. ძალიან გაიზარდა ფულის მასა და ეს გადადის საქართველოში სულ ყველა ითხოვს პროცენტების დაწევას, ბატონო ნიკა, ხო? მოგვისმენია, რომ აი ძვირი მაღალი არის საბანკო პროცენტები 14%, 15 უფრო მეტი და ევროპაში 3 არის, 2-ია, 1-ია და დაწევას ითხოვენ და თქვენ ამბობ, რომ თუ დაწიეს, ეს უარესი იქნება, ფასები გაიქცევა, ხო? როგორც ვიხოთ. ბატონო მერაბ, ეხლა ჩართვაზე რო ვარ, საზოგადოებას ვარ და ცოტა ცუდად მესმოდა. კიდევ ერთხელ რომ მითხრა თუ შეიძლება. ანუ საქართველოში მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია არის იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკების პროცენტები არის ძალიან მაღალი და ევროპაში არის პირიქით დაბალი, რო ხო 2%, 3%, ჩვენთან 14, 15 და უფრო მეტი. და თქვენ ამბობთ, რომ თუ დავწევთ პროცენტებს, ეს ცუდი იქნება, იმიტომ რომ ფასები გაიქცევა მაშინ, ხო? როგორც ვიხოთ. ბატონო მერაბ, აქ ეხა უყურეთ ყველაფერი, ეს დიარ ჭურჭელივით არის, ხომ მიხვდით? ორი ჭურჭელი რომ არის დაკავშირებული, ერთში რომ ჩაასხავ წყალს, ის მეორეშიც გადავა და ორიოში დონე იწევს. ეს დაკავშირებული ამბებია და საუკეთესო შუალედი უნდა დაიჭიროს ეროვნულმა ბანკმა ამ ნაწილში. აქ ბევრი საკითხი არის. კრედიტების ფასზე მარტო ცენტრალური ბანკის პოლიტიკა არ მოქმედებს. აქ მოქმედებს თვითონ ბანკების მოქმედებაც, რაც უფრო ნაკლებია კონკურენცია, მით უფრო მეტად შეუძლიათ ბანკებს რომ მაღალი პროცენტები დააწესონ. ანუ თავისი მათი მოგების მარჟა უქონდეთ უფრო დიდი. და ჩვენს ბანკებს საკმაოდ მსუფანი მოგების მარჟები აქვს, ძალიან მოგებიანია, განსაკუთრებით ორი ბანკი. ამავე დროს და ორივე ნაწილისგან შედგება ამ საპროცენტო განაკვეთების სიდიდე ცენტრალური ბანკის მოქმედებისგან და კომერციული ბანკების მოქმედებისგან. ამავე დროს ახლა ჩვენ ფასებზე როდესაც ვლაპარაკობთ, ფასების ნაწილში რაც უფრო ცენტრალური ბანკი რაც უფრო შეზღუდავს ფულის მასას, მით უფრო ფასები იქნება დაბალ დონეზე და ფულის მასის რეგულირება მარტო საპროცენტო განაკვეთებით არ ხდება. იქ არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები მაგალითად. სხვა გზებიც აქვს. ცენტრალური ბანკს ძალიან ბევრ ტექნიკურ დეტალში რომ არ წავიდეთ, რომელთაც ის ფასებს დაარეგულირებს. მაგრამ ეს ფულის მასა რომ შეზღუდოს, შედეგი ის ექნება, რომ მაგალითად შენებლობის სექტორში უფრო გაძლევდება სესხების გაცემა და სხვა სექტორებში. ეს შეანელებს ეკონომიკას. რო შეანელებს ეკონომიკას, იმ სექტორებს უკვე ისედაც უჭირთ და კიდევ უფრო გაუჭირდებათ. ამიტომ ცენტრალური ბანკი მომწყდეული არის ორ ცეცხლს შუა. ერთი მხრივ მაღალი ფასები, მეორე მხრივ ეკონომიკის შენელება და ცდილობს რომ როგორღაც ორი კურდღელი დაიჭიროს და ვერცაც ვერ იჭერს. ეს მისი ბრალია, ანუ ისე არ მოვიდა ეს ამბავი. დიდი ხნის განმავლობაში არასწორ პოლიტიკას რომ აწარმოებდნენ, ეს პრობლემები დაგროვდა. აი ეს არის სურათი დღეს. და ახლა ამას ებრძვიან მახინჯი მეთოდით სუსის გამოყენებით, რომელიც მე ამაზე ვისაუბრე არაერთხელ, ეს არის დეგრადაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციის, ანუ იმის მაგერად რომ ადამიანები ჯაშუშებს დაძლევდნენ, ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ რაღაცა ტერორისტული აქტების აკვეთაზე და ასე შემდეგ და ქვეყანა ახლა ტერორისტული აქტი საბედნიეროს არ მომხდარდეს ძალიან კარგია. ამავე დროს მუდამ ფხიზლად უნდა იყო და მუდამ მუშაობდნენ ამაზე, იმიტომ რომ ტურისტული ქვეყანა ვართ, უამრავი ადამიანი ჩამოდის და ღმერთმა უწევს რა რისკია და რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და ანუ ამაზე უნდა გქონდეთ ყურადღება და ძალიან დიდი ყურადღება უნდა გქონდეთ ჯაშუშების გამოვლენაზე. გავსებულია ჩემი აზრით ქვეყანა ჯაშუშები და ამ ყველაფრის მაგივრად დაკავებულები არიან სუპერმარკეტების შემოწმებით. ანუ იქ მომუშავე პატრიოტი ადამიანები, ვის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობენ, ალბათ ფიქრობენ რა მინდა, რას ვაკეთებ, რას უნდა ვაკეთებდე, ქვეყანას ვემსახურებოდე და ახლა სუპერმარკეტებს ვამოწებ. თან იმ ხალხს აცნურებს უჩენენ ეხა ეკონომიკაში ჩარევა ყოველთვის სუდია ასეთი ხალხის, იმიტომ რომ იქ მერე 1000 საცნური ჩდება ასე ეკონომიკასთან პირდაპირ შეხებაში შედიან. ანუ ეს მათი ფუნქცია სრულად არ არის. გული მტკივა თირკმელეს მკურნალობა და თან ყასბები გამოაგზავნეს სამკურნალო და როგორ გამოვა ეხა ეს მკურნალობა. ანუ ეს არის ძალიან ცუდი, უჩვეულო და არაჯანსაღი მეთოდი მუშაობის, რომელიც კარგ შედეგებს არ მოიტანს. ეხა შეიძლება შეეშინდეთ სუპერმარკეტის მფლობელებს, იფიქრონ რომ მოდი ცოტახანი ეხა ამა თავი რამე არ დავაჭერინოთ, რამე შარი არ შეხვდეს, ცოტახანი შეიძლება რაღაცნაირად რაღაც პატარა ფასები დაწიო, მაგრამ ფუნდამენტურად ეს არ მოხდება გრძელვადით რაღაცის დაწევა
იმიტომ რომ ისინი ბიზნესს აკეთებენ, ცდილობენ რომ მოგებანახონ, მე არც ვამართლებ, არც მათი ეკონომიკა არ ვიცი რამდენს იგებენ, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი ეს სექტორი იქ არ არის განსაკუთრებით აი ესე მასობრივ ბიზნესებში, ანუ მასობრივში ვიძახი არა შედარებით ძვირიანი სუპერმარკეტები, არამედ ისეთი ტიპის სუპერმარკეტები, როგორც არის Carrefour-ი, ორინაბიჯი, ანუ მასობრივ მომხმარებელზე ორიენტირებული დაბალი ფასების სუპერმარკეტები. მე ასე ვიცი, ყოველ შემთხვევაში, რომ იქ დიდი მარჟები, ფასნამატები არ აქვს. სხვა სუპერმარკეტებში შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც იმ ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. ეხლა მე არ მინდა რომ სუპერმარკეტების დამცველი ვიყო, მე მინდა რომ ობიექტურობა დავინახო და პირველი პრობლემა არის ფულის მასის გაზრდა. შესაძლებელია სუპერმარკეტების ხარეს გარკვეული პრობლემა იყოს, მაგრამ სხვა მხრიდან არის აქ სამუშაო. აქ არის სამუშაო ანტიმონოპოლიური კანონმდებლობიდან. სანახავია როგორი ბაზრის წილები აქვს, როგორ მოხდა მათ შორის რაღაცა გამსხვილების ოპერაციები იყო, რამდენად ეს სწორად გაკეთდა, არ გაკეთდა, არ ვიცი, ხომ მე მიხდით ნიჭის ამის თქვა, მაგრამ არ უნდა იყოს სუპერმარკეტებში ჩემი დაკვირვებით ჯერჯერობით ძალიან მაღალი კონცენტრაცია, ანუ მაგალითად საბანკო სექტორში ორ ბანკს აქვს სექტორის 80%. ეს ძალიან მაღალი კონცენტრაციაა და ზუსტად საბანკო კრედიტებში სიძვირე შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს ზოგიერთ სეგმენტში. ამავე დროს სუპერმარკეტებში ბევრად უფრო დიდი კონკურენციაა, თუმცა გამსხვილების პროცესები დაიწყო ბოლო 2 წლის მანძილზე და შესაძლებელია ამან იქონია ზეგავლენა. ამას გარდა სუპერმარკეტებს ძლიერი ინგლისურად bargaining power ქვია, ქართულად ესეთი ზუსტი ეკვივალენტი არ არის, მაგრამ აი სავაჭრო ძალა აქვს. ანუ სუპერმარკეტებს შეუძლიათ რომ მათ მომწოდებლებზე ზეგავლენა მოახდინონ. ზოგიერთი სუპერმარკეტი სავარაუდოდ ვერტიკალურ ინტეგრაციას ახდენს. ანუ ისინი შედიან მოწოდების ბიზნესში და თვითონ აკეთებენ იმპორტ-საქონლის და შესაძლოა უფრო მაღალი მარჟის შოვნას ცდილობენ და შეიძლება ამანაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ფასებზე. თუმცა ჩვეულებრივი საბანკო ეს არის საბანკო არა უკაცრავად ეკონომიკური პრაქტიკაა და ამას სუსი არ ჭირდება ასეთი რამეები რომ შეამოწმოს. ეს ანტიმონოპოლურმა სამსახურმა უნდა შეამოწმოს და ამის პროფესიონალებმა უნდა შეამოწმოს. ანუ ყასბებს ამოწმებინებენ გულის პრობლემას და არ არის. ნუ ყასბებს ეხა გადატანით მნიშვნელობით ვლაპარაკობ და ასევე დიდი პრობლემა ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის გაუარესება. რაც შეეხება სუპერმარკეტების რაოდენობას, ანუ რადგან ბევრი მაღაზია იხსნებაო, ამიტომ არის ძვირიო პრემიერ-მინისტრი ამბობს. რაც უფრო ბევრია, პირიქით, ფასები უფრო დაბალია. ანუ რაც უფრო ბევრი სუპერმარკეტია, მით უფრო კონკურენცია იქნება. ნუ ეხა ბევრია ცოტა ისეთი ამბავია. შეიძლება აქ საუბარი არის არა კონკურენტებზე, არამედ ერთი ქსელი რომ ბევრ ფილიალს ხსნის, ამაზე არის საუბარი. იცით რა არის, ეხლა ნახეთ, აქ კარგად ჩავწვენთ მოდით ამ საკითხს რა. რაც უფრო ბევრი მოთამაშე, ანუ სხვადასხვა ქსელი, რაც უფრო მეტია კონკურენციაში, მით უფრო მაღალია კონკურენცია და შესაბამისად ფასები არის წნეხის ქვეშ, ანუ დაბლისკენ იქნება. თუ ქსელები მსხვილდება, მაგალითად სხვა სახელები ქვიათ, მაგრამ სინამდვილეში ერთი და იგივე ვიღაცას ეკუთვნის, მაშინ კონკურენცია უფრო ნაკლებია, ვიდრე გარეგნულად ჩანს. ეს საკითხი შეიძლება იყოს რაღაცა მიზეზი გამოკვლევის, მაგრამ ძალიან კარგად იციან თუ მანდ რამე არის, თვითონ თავისი ნებართვი და თავისი ძალიან ანუ საქმის კურსში არიან, თუ მანდ რამე არის სუპერმარკეტებს შორის შერწყმა, რომელიც ესე გარეგნულად არ ჩანს. თქვა სხვა სახელი ქვია, არ ვიცი ხა რაღაცა სახელები ქვია, მაგრამ ფაქტობრივად ერთი ქსელია. შესაძლოა იყოს ასეთი სურათი, ყოველ შემთხვევაში მე მაქვს ყური მოკრული, რომ ასეთ გაერთიანებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ესეც მათი ნებართვით ხდება ასეთი რაღაცები, ისე ვერ მოხდება, ვერავინ ვერ გაერთიანებად. ამას სუსი არ ჭირდება ამის გამოკვლევას. შეიძლება ანტიმონოპოლიურ სამსახურს რაღაცნაირად, მაგალითად, უსაფრთხოების სამსახური დაეხმაროს, თუ ისინი ვერ ახერხებენ, თუმცა საბოლოო ჯამში პურემ უნდა გამოაცხოს. ანუ ეს ანტიმონოპოლიური სამსახურის საქმეა. თუნდაც რაღაცა ფარული გარიგება იყოს, კარტელურ გარიგება, რასაც ეძახიან. ანუ თქვენ ორნი და მე ვარ თქვა სუპერმარკეტის ფლობელები და მოვილაპარაკოთ ერთმანეთში, რომ მოდით ასეთი ფასი დავადოთ. ასეთი რამის გამოკვლევა შეიძლება, მაგრამ ამასაც არ ჭირდება ასეთი ხმაური. ასეთ რამებს საზოგადოებად აკეთებენ, ჩუმად უსმენენ, მივლენ დოკუმენტებს ამოიღებენ და ასე შემდეგ. თუ ასეთი გარიგებები არ არსებობს. ეხლა რო გამოაცხადოს, უსმა უნდა შეამოწმოსო და ეს სუპერმარკეტები, რა ვიცი ხა, წლებია ბაზარზე არსებობენ და ეხლა ასეთი გამოცხადებით კარტელური გარიგების აღმოჩენა არ ხდება. ეს არის თვალში ნაცრის შეყრა. შესაბამისად, ისევ ვიმეორებ, არა პროფილურ საქმეს აკეთებენ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს, რითაც ასუსტებენ უსაფრთხოების სამსახურს და მის დეგრადაციას ახდენენ და უბედურება მისი ხელმძღვანელი დაიჭირეს ეხლა ცოტაღმეცი კორუფციის გამო. ისედაც ეს დასუსტებულია ეს ორგანიზაცია, რახანის კორუმპირებული იყო, მთლად ისე ვერ იქნებოდა რომ მარტო ყოფილიყო.
და ახლა კიდევ ასეთ საქმეში ითრევენ და კიდე კორუფციისკენ მიყავთ, იმიტომ ფაქტობრივად ახლა სუპერმარკეტებთან რო შევლენ ურთიერთობაში, რა ვიცი, ღმერთმა უწყის, ხო? არ არის მათი პროფილური საქმე. ხო და მელიას რო საქართველოში შეაგდებ, ხო, წესი და არ უნდა ჭამოს კათვები, მაგრამ რო გაეკრას კბილი და რაც შეეხება სუპერმარკეტების სიმრავლეს, იმას რო დაუკვირდეთ, დაუბრუნეთ ისევ იმსაგის, ანუ რაც უფრო ბევრი მოთამაშეა ბაზარზე, მით უფრო კარგია კონკურენცია, ძლიერი და ფასები დაბალია. შესაბამისად პრობლემა არ უნდა იყოს. მეორე მხარეა ამას, რომ ბევრი მაღაზია გახსნეს სხვა სუპერმარკეტებმა. ნუ გახსნეს და გახსნեն, უფრო მომხმარებელს უფრო მეტი არჩევანი აქვს, რომ თქვა რა ვიცი, დაბა ბაკურიანში შევნიშნე, რომ 5 რომელიღაცა ქსელის სუპერმარკეტია და გამიკვირდა, დამავიწყე ხა რომელი იყო, გამიკვირდა პატარა ბაკურიანში 5 მაღაზია არისო. თბილისშიც გამრავლდა ეს სუპერმარკეტები, ძალიან ბევრია ყოველ კუთხეში და გრაჯვარიდინზე რამდენიმეა, მაგრამ ესეც არ უნდა მოქმედებდეს ფასებს, ეს ფიქსირებული ფასებია. ანუ მე თუნდაც მაღაზიის შენობების ზედმეტი ავაშენო და ამის გამო ხარჯები მადგებოდეს, ეს პირდაპირ ფასებთან კავშირში არ არის. აი, ესეთი ანეკდოტი იყო რა. ყველსო ძვირად რატომ ყიდიოდა ვალი მაქვსო და თუნდაც ვალი მქონდეს ის ფასთან არაფერ შუაში არ არის. ეხა მე რომ ავიღო და ყველი 1 კილოგრამი 100 ლარად გაყიდო მოვინდომო, ხომ არ გამეყიდება. ეს რამდენი ვალიც არ უნდა მქონდეს და რამდენი მაღაზიაც არ უნდა მქონდეს გახსნილი. ეს მოთხოვნა მიწოდების კანონებია. ანუ ძალიან უცოდინარი და ძალიან არაკვალიფიციური პირდაპირ უცოდინარი უნდა დავარქვა კომენტარია ეს რა, რომ ბევრი სუპერმარკეტია და ფასები ამიტომაა ბევრი. რაღაც აი ძალიან პრიმიტიული და რეალობას აცდენილი, ასე ვთქვათ, პირდაპირ ვთქვათ სიტყვებია. ამიტომ რა ვიცი, ხაი როგორც შემეძლო დავაკომენტარი და რა უნდა. მადლობა დიდი ბატონო ნიკა. პრობლემა სხვა არის, ანუ ისევ მეორე, ფულის მასის გაზრდა, ცუდი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და მისი ცუდად შესრულება და ქვეყანაში ცუდი ბიზნეს კლიმატი, ანუ ბევრ ბიზნესს აღარ დაედგომება, ფიქრობს თავის ფული ჩქარა მოიყოს რაღაცა ევაკუაციის რეჟიმში, ეხა ფიქრობს დღეს სუსი შემოვიდა, ხვალ შეიძლება დამიჭირონ, ფული გამომძალონ. იმას წინა ხელისუფლებას ლანძღავდნენ და თვითონ აკეთებენ ახლა ასეთ რამებს. აბა ისინი რა შეგოდნენ? განსხვავება რა არის რა? თუ რამე თუ თავს ყველაფერში გაუარესეს საქმე და რითიც ბიზნესი თავისუფალიაო და ამით იწონებდნენ თავს და ისიც აღარ არის და პირიქით უარესისკენ და უარესისკენ. მადლობა დიდი. ნიკოლოზ შურღაია იყო ჩვენი სტუმარი, ფინანსისტი, საუბრობდით ფასების შესახებ და მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომ სუსი შევიდეს სუპერმარკეტებში და იქიდან დოკუმენტაცია ამოიღოს და ჩაადაროს გამოძიება ფასს წარმოქმნასთან დაკავშირებით. საინტერესო ამბავი არის. ნამდვილად ჩვენ ამით გემშვიდობებით, ხვალამდე, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით.